როგორ უნდა მოხდეს დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა მერის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტში ამ პრობლემაზე უკვე ერთი თვეა სპეციალური კომისია მუშაობს, თუმცა სტრატეგია ამ დრომდე არ არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დავით ნარმანიას საჯარო და არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის ინიციატივით გამოვიდა, მესამე სექტორის ნაწილი აცხადებს, რომ მათ მიერ შემუშავებული რეკომენდაციები რეაგირების გარეშე დარჩა. ვერანაირი საუბა ვერ დავინახეთ იმისა, რომ თბილისის მერიამ მზად არის მოისმინოს ის სიმართლე, რაც არის რეალურად რის გამოც არის დღეს შექმნილი თბილისში საცობები. კოალიცია საზოგადოებრივი ინიციატივა ერთ-ერთი არასამთავრობოა, რომელსაც მერიამ თანამშრომლობაზე უარი უთხრა. ორგანიზაციის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მათ მიერ დედაქალაქში საცობების შესახებ კვლევა ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ ჩატარდა, თუმცა სპეციალურ კომისიაში საკუთარი რეკომენდაციების წარდგენის საშუალება არ მიეცათ. დღის ნებისმიერ მონაკვეთში არ აქვს უფლება სატვირთო ავტომობილს და კომერციული დანიშნულების სადისტრიბუციო ავტომობილს გადაადგილდეს. ჯერჯერობით უცნობია გაითვალისწინებს თუ არა საცობების საკითხზე მომუშავე კომისიის შემადგენლობა არასამთავრობოების რეკომენდაციებს. მერის მოადგილე აცხადებს, რომ მუშაობაში ჩართვის შესაძლებლობა ყველა დაინტერესებულ პირს მიეცემა. კომისიის ხდომა მერიაში დღეს გაიმართა. მე პირადად უხელმძღვანელებ იმას, რომ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ეს ორგანიზაციები ერთობლივად მოამზადებენ წინადადებებს, რომელმაც შემდგომში მერიამ უნდა განახორციელოს. რა ფორმით მოხდება საცობების შემცირება თბილისში ჯერ უცნობია. კომისიას პრობლემის მოგვარების მიზნით შესაბამისი სტრატეგია არ მოუმზადებია. საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საცობები კომპლექსური პრობლემაა, რომელიც ცალკეული პროექტების განხორციელებით ვერ დარეგულირდება. მესხიშვილის განმარტებით მერიამ თავდაპირველად ინფრასტრუქტურისა და პარკინგის მოწესრიგებაზე უნდა იზრუნოს. მისივე განცხადებით პრიორიტეტი საკვანძო ადგილებია. ქალაქში პრიორიტეტია პირველ რიგში სააკაძის მოედნისა და გმირთა მოედნის განმუხტვა. ამ მიმართულებით არაფერი არ არის დაგეგმილი და ამავე დროს მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა. არც ამ მიმართულებით არის დაგეგმილი. თბილისის მერი ადასტურებს, რომ ერთიანი საგზაო სტრატეგია საცობების შემცირების მიზნით ჯერჯერობით არ არსებობს. დავით ნარმანიას განცხადებით ამ ეტაპზე სამუშაოები მხოლოდ კონკრეტული პროექტების შესახებ მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია ის, რომ ის ადგილები, რომელიც პარკირებისთვის არის განკუთვნილი ტროტუარებზე დროთა განმავლობაში განთავისუფლდეს, რათა ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება. საცობების პრობლემის მოგვარების მიზნით სპეციალური კომისია თბილისის მერის ხელმძღვანელობით დაახლოებით ერთი თვის წინ შეიქმნა. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაასრულებს ეს კომისია მუშაობას.